რუსეთის იმპერატორის მანიფესტით 12 სექტემბრის მანიფესტით ქართლ-კახეთის სამეფო გაუქმდა. 7 თვეში რუსეთი შეუდგა აპრილის თვეში 1802 წელს ამ თავისი გადაწყვეტილების განხორციელებას, ანუ რეალურად ლიკვიდაციას ქართლ-კახეთის სამეფოსი და რამდენიმე თვეში იმპერატორ ალექსანდრე პირველის კარზე აღმოჩნდა ერეკლე მეორეს ვიცე-კანცლერი, ცნობილი ქართველი დიდი ისტორიული მოღვაწე სოლომონ ლეონიძე, რომელმაც რუსეთის იმპერატორს წარუდგინა ძალიან დიდი და სერიოზული გეგმა და ამ გეგმის მიხედვით ეს წერილობითი გეგმა იყო სოლომონი სთავაზობდა, რომ არათუ არ გაეუქმებინა ალექსანდრეს ქართლ-კახეთი, არამედ გაეერთიანებინა სრულიად საქართველო. ყველა ის სამეფო სამთავრო, რომელიც ზოგი თავისუფალი იყო და ზოგი დასაბრუნებელი იქნებოდა. და სანაცვლოდ სთავაზობდა, რომ ქართული სამყარო უზრუნველყოფდა რუსეთის იმპერიის საუკუნო გაბატონებას სპარსეთის ყურეში, ხმელთაშუა ზღვაზე, კერძოდ მთელს ამ დიდ ისტორიულ ნაყოფიერ ნახევარმთვარეზე, ეს არის მოგახსენებათ ტიგროსის და ევფრატის ხეობა, სირია, პალესტინა და ნუ ამას უერთდება თქვა ეგვიპტე, იგივე წითელ ზღვაზე გასასვლელი, ინდოეთის ოკეანეზე გასასვლელი, ატლანტიკის ოკეანეზე გასასვლელი. და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არგუმენტირებულად ქონდა დასაბუთებული და იქ სოლომონი ამბობდა, რომ თანამედროვე ქართულ, ანუ თავის თანამედროვე მე-18-მე-19 საუკუნის მიჯნის ქართველობას აქვს სრული კონტროლი ამ ტერიტორიებზე და თუ იქ მყოფი ქართველები რეალურად სიმბოლურად მუსულმანი ქართველები დაინახავენ, რომ მათი დედასამშობლო ბოლომდე აღდგა ვიღაცის ხელშეწყობიდან მფარველობით, ყველაფერს იზამენ, რომ იქცნენ ამ სოფლიო ძლიერი ძალის, ამ შემთხვევაში რუსეთის პარტნიორებად, რაც პირდაპირ უზრუნველყოფს რუსეთის სამუდამო გაბატონებას ევრაზიის კონტინენტზე. ერთი შეხედვით ეს მსჯელობა შეიძლება აბსურდულად ჩანდეს და თვითონ ალექსანდრე პირველიც ძალიან სკეპტიკურად შეხვდა, დუმილით შეხვდა, გამოისტუმრა კავკასიაში სოლომონ ლეონიძე, არც ხო უთხრა და არც არა, მიუჩინა ასე ვთქვათ სპეცამსახური, რათა მათ მუდმივ კონტროლ ქვეშ ყოლოდათ და ემუქრა, რომ თუ კი ის დასტოვებდა ვთქვათ რუსეთის იმპერიის ფარგლებს, მას ყველანაირ ქონებას წაართმევდა და მის ოჯახს დააპატიმრებდა. რა თქმა უნდა, ამით ვერაფერს ვერ მიაღწია. სოლომონი როგორც კი დარწმუნდა, რომ რუსეთი მის წინადადებას არ უყურებდა სერიოზულად, აგრძელებდა ჩვეულებრივ ესეთი ნაჯახის ფორმით კავკასიის და საქართველოს დაპყრობას, დასტოვა ქართლ-კახეთი, გადავიდა იმერეთში და სიცოცხლე შეწირა შემდგომში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. მაგრამ სოლომონის ამ დიალოგიდან ბუნებრივად მივდივართ თქვათ იმ პროცესების შესწავლის სურვილზე, რაც მაშინ ხდებოდა ერაყის ტერიტორიაზე, სირია, პალესტინაში, ეგვიპტეში და მართლაც დღევანდელი სამეცნიერო კვლევები პირდაპირ გვიმტკიცებს და მიგვითითებს, რომ სოლომონ ლეონიძე იყო მართალი. დიახაც 1704 წლიდან 1830-იან წლებამდე ერაყს მთლიანად აკონტროლებდნენ ქართველები, მეტიც. მათი ჰქონდათ ფაქტობრივად სრულიად დამოუკიდებელი და იურიდიულად ავტონომიური ეგრეთ წოდებული ბაღდადის საფაშო, რომელიც მოიცავდა მთელ თანამედროვე ერაყს, ბურსადან დაწყებული მოსულის ჩათვლით და ზედამატებულ დიარბაქირის პროვინციასაც კი, ანუ თანამედროვე თურქეთის სამხრეთს. პარალელურად ამ პერიოდში არსებობდა ეგვიპტის მამლუქთა ასევე ოფიციალურად ავტონომიური და ფაქტობრივად დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც აკონტროლებდა მთელს დღევანდელ ეგვიპტეს, სირიას, ისრაელს, ლიბანს, პალესტინას და თანამედროვე საუდის არაბეთის ყველაზე დიდ სიწმინდეებს, ანუ მექასა და მედინას. და ორივე მათგანის სათავეში იდგნენ ქართველები. აი ეს პროცესი რომ წარმოვიდგინოთ და რა თუ ქონდა აი ამ თქვათ ტერიტორიებს აი ამ კავშირი საქართველოსთან, თუ მართლაც და იყო იქ მოღვაწე მამლუქებში რამე შემორჩენილი ქართული, ალბათ ცოტა უფრო გულდასმით უნდა გავეცნოთ ხო ამ პროცესებს და თუ დავაკვირდებთ ახლა მამლუქური მოძრაობა და ფენომენი მამლუქური უკვე ჩდება მე-12 საუკუნეში პირველად. ეს იყო ყივჩაღების ნაკადი,
რომელიც თქვათ სხვადასხვა არაბულ, სელჩუკურ ჯარებში, შემდგომში მონღოლურ ჯარებშიც აღმოჩნდებოდა ხოლმე სამსახურში, ანუ ეს იყო ერთგვარი მონათა რაზმები, რომლებიც აღწევდნენ თავისუფლებას, რელიგიით სუნიტები, ძირითადად უფრო ცხენოსნები და შემდგომში იქცეოდნენ რჩეულ გვარდიად. ამ მამლუქებმა იმას მიაღწიეს აიუბიდების დინასტიას, სწორედ მათ მოუღეს ბოლო ჯერ სალადინის დროს მის სამსახურში იყვნენ. მერე 1250-დან მოახერხეს, რომ რეალურად ეგვიპტე, სირია მთლიანად მათ ხელში გადავიდა. მაგრამ მე-14 საუკუნიდან უკვე ამ მამლუქებში ხდება სერიოზული ცვლილება, ნელ-ნელა მათ რიგებს ავსებენ კავკასიელები, ზოგი ნებიწასული, ზოგი შეიძლება მოტაცებული და ეგრეთ წოდებული ბურჯელთა დინასტია მოდის. 1517 წლამდე ეგვიპტის სასულთნო მთელ სუნიტურ სამყაროში ყველაზე ძლიერ სახელმწიფო თითულებოდა. სხვადასხვა ამ მამლუქმა სულთნებმა დაუბრუნეს საქართველოს იერუსალიმის კლიტანი, იგივე გიორგი ბრწყინვალეს და ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ. მინდა გითხრათ, რომ ცნობილი აინჯალუთვის ბრძოლა, რომელსაც ძალიან თანაუგრძნობდა დავით ნარინი მონღოლების წინააღმდეგ მამლუქების მიერ გამართული 1260 წელს. სწორედ ეგვიპტელმა მამლუქებმა მოიგეს. აქ არ არის გამორიცხული, რომ ჯერ კიდე დავით აღმაშენებლის მიერ ჩამოსახული ყივჩაღებიდან არსებობდა გარკვეული კავშირები და თქვათ ფესვები ქართულ მამლუქური ურთიერთობის საწყისშივე მე-12-მე-13 საუკუნეში იწყებოდეს, მაგრამ რაც შეეხება უკვე მე-15-მე-16 საუკუნიდან მოყოლებული ეგვიპტის მამლუქებში, რომლებიც იქ სხვადასხვა სულთანმა დატოვა, მართალია ის აღარ იყო სასულთნო და თქვათ სიმბოლურად არსებობდა ფაშა, რომელიც ხან ალექსანდრიაში, ხან ქაიროში იჯდა, მაგრამ რეალურად ვითომ დააკონტროლებდა ეგვიპტეს, სირიას. ფაქტობრივად ამ ტერიტორიების კონტროლი იყო მამლუქების ხელში და როგორც წესი 24 მამლუქი ბეი მართავდა მათ მიერ შედგენილი დივანი საბჭო ეგვიპტეს და მათ შორის მე-17 და მე-18 საუკუნეში ცალ-სახად ერთმნიშვნელოვნად დომინირებენ ქართველები. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ოსმალეთის იმპერიაში არსებობდა კიდე სხვა მონური წარმოშობის ჯარი, ეს იყო იანიჩარების ჯარი. რა სხვაობა იანიჩარებსა და მამლუქებს შორის? სხვაობა პირველი, იანიჩარები იყო კვეითი ჯარი. სხვაობა მეორე, იანიჩარები იყვნენ როგორც წესი შიიტური სექტის, ბექთაშთა სექტის მიმდევრები. ერთგვარად იანიჩარი იყო თითქოს და ალტერნატიული ნაწილი დანარჩენი ოსმალურ სამყაროს დამოკიდებული მხოლოდ სულთანზე. მათ ისედაც კაპიყულის ეძახდნენ და კაპიყულის ასე ვთქვათ სეგმენტს წარმოადგენდნენ, თითქოს და ცოლშვილი არ უნდა ყოლოდათ, ამით იყვნენ განსხვავებულნი. ოღონდ მამლუქებისგან, მამლუქებთან საერთო ის ჰქონდათ, რომ ორივენი აუცილებლად ქრისტიანები უნდა ყოფილიყვნენ წარმოშობით 12 წლამდე, განსაკუთრებით მინიმუმ 12 წლამდე და მეორე, ორივე სეგმენტში ჩვენ ძალიან დიდი დოზით გვხვდება ქართული ვთქვათ შემადგენელი ქართველები. როგორც იანიჩარებში, ასევე მამლუქებში. ოღონდ სხვაობა ის არის, რომ თუ კი ვთქვათ საბოლოო ჯამში იანიჩარი მაინც იურიდულად სულთნის მონად რჩებოდა სტატუსით და იურიდულად მას ცოლის მოყვანის უფლება არ ჰქონდა. მამლუქი ეს უკვე იყო, ეს ყოფილი მართალია მონა იურიდულად, მაგრამ შემდგომში არის პიროვნულად თავისუფალი, მას ხანამხანები ხავს, ის არის ტრადიციული სუნიზმის მიმდევარი თითქოს და ისე რომ დავაკვირდეთ უფრო თავისუფალი სექტანტობისგან, ესე ფანატიკური ისლამისგან და ავტონომიერულია, რა თქმა უნდა, სულთანთან მიმართებაში. შესაბამისად, თუ კი ვთქვათ იანიჩარების ნახევარი მაინც იყო არაკავკასიური წარმოშობის, ვთქვათ იგივე სლავური ფენომენი. მამლუქთა შორის მე-17-მე-18 საუკუნეში ცალსახად ერთმნიშვნელოვნად დომინირებენ კავკასიელები, ქართველები და ჩერკეზები, ეგრეთ წოდებული ჩერკეზები, რომელშიც მთელი ჩრდილო-დასავლეთ კავკასია იგულისხმება. განსაკუთრებით საინტერესოა მამლუქური ეგვიპტის და მამლუქური ერაყის პერიოდი და სწორედ ის პროცესი და ის მოვლენა, რომელსაც სოლომონ ლეონიძე გულისხმობს. 1760-იან წლებში ხდება ასეთი რამ, რომ ეგვიპტის მამლუქთა სათავეში მოდის ვინმე ალი ბეი. ეს არის დედით მამი დაბადებით ქართველი, რომელიც თანდათანობით აღარ სჯერდება ბეგისა და ბეისა, ბაისა და ემირის, ანუ ამირას ტიტულს და მიიღებს სულთნის წოდებას.
ეს მისი გასულთნება ემთხვევა 1768-74 წლის რუსეთ-ოსმალეთის ომს. ალი-ბეის აქ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ერეკლეს სამეფო კართან. ასევე სოლომონ ზოგადად ქართულ სამყაროსთან ძალიან კარგად ფლობს იმდროინდელ პოლიტიკურ ისტორიულ ვითარებას და როდესაც რუსული ფლოტი სხვადასხვა შემოდის ხმელთაშუა ზღვაში ბალტიის ფლოტი ალექსეი ორლოვის მეტაურობით პირდაპირ კავშირი აქვს ალი-ბეის, რომელიც უკვე სულთნად არის გამოცხადებული და სთავაზობს, რომ თუ თქვათ ეს ფლოტი ცოტა მეტ ძალისხმევას გამოიჩენს, რომ პირდება, რომ კონსტანტინოპოლსაც კი აიღებს. და მართლაც ალი-ბეის ჯარები ხო თავისთავად დამასკოსაც იკავებენ, ალეპოსაც იკავებენ და უკვე შეიჭრებიან მცირე აზიის ნახევარკუნძულზე. და ამ დროს ხდება ესეთი რამ. რა თქმა უნდა, რუსეთი ხელს დაიბას როგორც ჩვევია. ანუ ნაწილობრივ ამ ჩესმენის ბრძოლით თავისი ვითომ და მისია შეასრულა ამ პირობებს არღვევს, ხოლო ოსმალეთის სულთანი კავშირს ამყარებს ერთი ცნობილი ქართველის ასევე ეს იყო ჯეზერლი, ანუ კაიზერლი ესე ერქვა აზამ ფაშას მეტაურობით, რომელიც ძალიან საინტერესო კაცია, ასევე საქართველოსთან წასული 50 წლამდე სხვადასხვა თანამდებობებზე იყო, იანიჩარი იყო სხვა შორის ოსმალეთის სამეფო კარზე. შემდგომში სადაც აი 50 წელს მიღწეული დაინტერესდა საზღვაო საქმით, მან გადაარჩინა ჩეშმეცმენის ბრძოლის შემდეგ ოსმალეთის ის ფლოტი, რაც კი გადარჩა და ამიტომაც ის დააჯილდოს დაინიშნა უკვე 60 წელში გადასული კაცი, რა ქვია, ადმირალად, უმაღლეს ადმირალად ოსმალეთის არმიის კაპიტან ფაშად და შემდგომში ის ხდება ოსმალეთის დიდი ვეზირიც. და აი ამ ჰასან ფაშის თაოსნობით ალის დაუპირისპირდებიან მისი თანამებრძოლები, ასევე ქართველები განუდგებიან, საერთო ენას გამონახავენ ჰასანთან ბაღდადს და ალეპოს შემდგომ ჯარებს ასევე ასე ვთქვათ გამოიყვანენ ალის დაქვემდებარებიდან და აღმოჩნდებიან ისინი ნაცვლად ალისა ეგვიპტის სათავეში. ოღონდ ეს ოსმალეთიდან იურიდიულად გამოყოფის და ცალკე სასულთნოდ ჩამოყალიბების პროცესი გარკვეულწილად გადავადდება. აი ამ პერიოდიდან უკვე ალის ენაცვლება ორი სხვა ქართველია. უბრალოდ სამი, იმიტომ რომ თვითონ ეს კაბუდან ფაშა ძალიან სერიოზულ როლს თამაშობს, მაგრამ მათთან ერთად მურად ბეგი, ცნობილი მურად ბეგი, ეს ნაპოლეონის ლაშქრობისას ძალიან აქტიური და ეგვიპტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი გმირი და მოღვაწე და ასევე კაცვარო თქვა საქართველოს ისტორიაშიც არც თუ მე ასე ხარისხოვანი პირი აბრაამ შინჯიკაშვილი, იგივე იბრაჰიმ ბეგი. ეს ძალიან საინტერესო პიროვნებაა. ეს არის კაცი, რომელსაც უმჭიდროესი კავშირი აქვს ერაკლე მეორესთან, მუდმივად უგზავნის ეგვიპტიდან ფულს, იგივე მორიგე ჯარის დასაფინანსებლად, რომელიც 74-ში შექმნა ერეკლემ, თქვათ, სხვადასხვა რაზმების დასაფინანსებლად რეფორმებისთვის. და კიდევ ერთი რამ ცნობილი ფაქტი, რომ მან ერეკლეს გამოუგზავნა თანხა, რათა ერეკლეს მისი დედისთვის, რომელიც მარტყოფში ცხოვრობდა და მარტყოფიდან იყვნენ, რომელიც უკვე მოხუცი იყო და ვეღარ ახერხებდა სახლიდან მოშორებით ტაძარში ყოველდღიურად სიარულს, სახლის სიახლოვეს ტაძრის აშენება და აი ეს ტაძარი, რომელიც იბრაჰიმ ბეგ შინჯიკაშვილის ფულით აშენდა მარტყოფში, დღეს არსებულ ტაძართაგან ყველაზე დიდი გრანდიოზული ტაძარია. დღემდე შემორჩენილი ღვთისწყალობით. რა თქმა უნდა, იბრაჰიმ ბეგი ისევე როგორც მურად ბეგი, ესენი იყვნენ სიმბოლურად მუსულმანები. ეხლა ადამიანი, რომელიც ტაძარს აშენებს, რომელიც თქვათ ვერ ივიწყებს დედას, მშვენივრად ახსოვს თავისი სიჭაბუკე მონათული ქრისტიანად, მისთვის ეს ისლამი მხოლოდ სიმბოლური ედვარი საფარველი იყო. ზუსტად ამ პერიოდში და სხვა შორის ესენი იქნებიან პირამიდასთან ბრძოლის გმირები. და შემდგომში სხვა შორის ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ რატომღაც გვავიწყდება, რომ ნაპოლეონმა რო ვერ აიღო სენჟანტ აკრად, ანუ ძველ აკრად, დღევანდელ აკოთ წოდებული ჯვაროსნების ყოფილი დედაქალაქი და მერე პირი იქცია და წავიდა საფრანგეთში და მერე კლებერის არმია დანებდა, ხო? აქ ხო ლომის წილი, რა თქმა უნდა, ისე მამლუქებს ჰქონდათ. და ამ მამლუქთა მეტაურები სწორედ იყვნენ მურად ბეგი და იბრაჰიმ ბეგი იმ პერიოდში. მაგრამ მათ პარალელურად ამ დროს უკვე ეს კაბუდან ფაშა გარდაცვლილი 1790-ისთვის. მაგრამ პარალელურად აი ამ დროს 1780 წლიდან მოდის ერაყის სათავეში ერაყის მამლუქთა დინასტიის ყველაზე ცნობილი წარმოადგენელი, ეს არის სულეიმან დიადი. სულეიმან, ეს არ უნდა აურიოთ, რა თქმა უნდა, ოსმალეთის სულეიმან დიდებულად წოდებულ სულთანში.
ეს ბუიუქი სულეიმანი და ეს არის 1780-1802 წლები, რომელიც ეკუთვნის ჰასანის მიერ დაარსებულ 1704 წელს ქართულ დინასტიას, რომლის ხელში, როგორც თქვით, არის მთელი ტიგროსის და ევფრატის ხეობა, ფაქტობრივად სათავეებიდან მოყოლებული. ვიცით ჩვენ რომ ერაყი არის ქურთები დასახლებული, გარდა სუნიტების, შიიტები დასახლებული და ირანელ შიიტ ქართველ ხანებთან. და ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენს. იცით რა ოსმალეთის ტახტი შეეგუა, რომ აი ამ ჭრელ შუამდინარეთს ის ვერ გააკონტროლებს. ცალსახა და ვერ გადმოიღოს თავის შუაზე და ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის დასაწყისში შეეგუა, რომ აი აქ რაღაც ერთგვარი ავტონომია, ბუფერული სახელმწიფო ყოფილიყო. ეს ბუფერული სახელმწიფო ირან-ოსმალეთის სივრცეებს შორის სწორედ ჩამოუყალიბეს ქართველებმა, რომლებმაც მოახერხეს რომ ეს სახელმწიფო ირანის ისეთი ძლევამოსილი შახისგან, როგორც ნადირ შახი იყო, იმისგანაც კი დაეცვათ. არავის ხელში არ აღმოჩენილიყვნენ. სპარსეთის ყურეში გასასვლელად ძალიან მჭიდრო კონტაქტი ბრიტანეთის ოსტ-ინდურ კომპანიასთან და ძალიან მჭიდრო კონტაქტი საქართველოს სამეფო კართან. მათ ოჯახები საქართველოში ყავდათ. მუდმივი მჭიდრო კონტაქტი იყო. დავაკვირდეთ რა პროცესი ეს, ნახეთ ზუსტად როდესაც აი ერეკლეს მოღვაწეობის ბოლო ხანა. ამ პერიოდში რა ხდება იმ ქართულ პროვინციებში ერთი წამით გადავხედოთ. ალბათ ესეც საჭიროა, სადაც ასე ვთქვათ მუსულმანები მართლობენ. დაოკლარჯეთა წოდებულ ყოფილ მესხეთში, სამცხე-საათაბაგოში. ამ დროს აქ სათავეში მოდის ორი კაცი, რომლებიც ერთმანეთს ენაცვლებიან ფაშობაში. ესენი არის შერიფ ფაშა ჯახელი და სელიმ ფაშა ხიმშიაშვილი. მაგრამ ეს ორივე ფაშა არის ანტიოსმალი. ორივე ცდილობს, რომ საბოლოოდ გამოყოს მესხეთი ოსმალეთისგან და ბოლოს ჩვენ ვიცით, რომ მე-19 საუკუნის 10-იან წლებში დიდი აჯანყება ჰქონდა ოსმალეთის წინააღმდეგ. მოწყობილი ამ ცნობილ სელიმ ფაშა ხიმშიაშვილს და შეეწირა კიდევაც ამ აჯანყებას. ანუ როგორი სიტუაცია გვაქვს, რომ ქართველები, რომლებიც ხოლმე სიმბოლურად არიან მუსულმანები, აკონტროლებენ მთელ ისტორიულ მესხეთს, აკონტროლებენ დღევანდელ ერაყს, თურქეთის აღმოსავლეთ პროვინციებს, სირიას, პალესტინას, მექას, მედინას, ეგვიპტეს. და ამ ქართველებს უმჭიდროესი კავშირი აქვს ერეკლეს სამეფო კართან, უმჭიდროესი კავშირი აქვს სოლომონთან. ეს ის პერიოდია, როდესაც დასავლეთ საქართველო ფაქტობრივად გაერთიანებულია სოლომონის, ასე ვთქვათ, ტახტის ქვეშ აღმოსავლეთ საქართველო თავისი ერეკლეს ემორჩილება განჯის და ერევნის სახანოებიდან ნახჭევანის სახანო, ჩრდილოეთ კავკასია დიდუელები მას თავიანთ უზენაეს მართველა და მეფედ აღიქვამენ და ბოლოს 1799-ში დასავლეთ საქართველოს დელეგაცია ჩამოდის და ერეკლეს ეხვეწება სრულიად საქართველო გაერთიანოს. 1795 წლიდან დასავლეთ საქართველო აღარ ირჩევს მაქსიმე აბაშიძის გარდაცვალების შემდეგ ცალკე კათოლიკოს პატრიარქს და ერთ კათოლიკოს პატრიარქს აღიარებენ. დოსითეოს წერეთელი და ექვთიმე გაენათელი შარვაშიძე სხვათა შორის გვარად. და აი ამ სიტუაციაში სწორედ უხსნის სოლომონ ლეონიძე, რომ ყველა ამ ქართველს, ქართველობას მოწყურებულ, საქართველოსთან დაბრუნების ქართველს, აქ მომზადებული, მოზიდული, ხმალი, გული, სული, აზროვნება, რომ გაერთიანდეს, აღდგეს საქართველო და ვინც ამაში საქართველოს გვერდში დაუდგება. ეს იქნებოდა ბრიტანული ოსტ-ინდური კომპანია, ეს იქნებოდა საფრანგეთი, ეს იქნებოდა რუსეთი, საუკუნოდ მისი ძმად იქნებოდა და ეს კი უზრუნველყოფდა პირდაპირ იმას, რომ საქართველოს მოკავშირე დიდი ზე სახელმწიფო სამუდამოდ დამკვიდრდებოდა ინდოეთის ოკეანეშიც, სპარსეთის ყურეში, თავისთავად წითელ ზღვაზე და ხმელთაშუა ზღვაზე. და აი ეს ყველაფერი დაიგნორა რუსეთმა. დაიგნორა ისო ჯერ კიდევ იერუსალიმის ჟვის მონასტრის არქიმანდრიტი, საქართველოს საეკლესიო კრების წევრი იყო, დიკასტერიის წევრი იყო 1811 წლამდე სამჩვენი ავტოკეფალია არ გაუქმეს და იქიდან მამლუქებმა არ გამოყარეს რუსები. ეს ყველაფერი დაიგნორა და განაგრძო საქართველოს სამეფოს აღმოფხვრა, გაუქმება. 1867 წლამდე გვაუქმებდა ჩვენ. ამასობაში გაილია ქართველი მამლუქები იმდროულად დაკარგეს იდეა, რასაც ემსახურებოდნენ დიადი საქართველოს აღდგენის იდეა და ნელ-ნელა დაკარგეს გავლენა ეგვიპტეშიც, მერე ერაყშიც და ამით ვერც რუსეთმა ვერასოდეს ვერაფერი ვერ მოიგო. ეს იყო დიადი ისტორიული შანსი,
რომელიც სამწუხაროდ ჩვენ ქართველებმა მაშინ ვერ განვახორციელეთ, რადგან ვინც ძმა გვეგონა, მტრად გვექცა.